მოვდივართ დღეს, ხო? სიამოვნო. თუ არ დამვიწყებია კაცობა, არც აზამთრო და არც ნესვი. ხო. კაი, წავედი ახლა ვბარგდებით ჩვენ ამცალია. კაი. მე რაღაცა დამავიწყეთ აზამთროს და ნესვიც. ჩახვალ ორ ნაბიჯში. შენი აზრით? რა ორი ნაბიჯი წველი მაგთმა? ომარიკო ჩაუშვი. ომარიკო რანაირად ჩავა, კაცო, ტუალეტშია. მიხედავები, რაც მე გამოვიდი, მის მერე ტუალეტშია. ხო, ვეუბნებოდი გუშინ არ ჩამოის სიმინდი მეთქი და დაემართა. 40 წუთია იქს გავხედო ერთი. ინგა ვერავინ ვერ ჩავდივარ და რო გამოვიძახოთ ორი ნაბიჯიდან? ომარიკო რა შვებია, ბა? ჩვენ ვერაფერს. კაი, იგი რა გითხარი? გავიგე ხო, მაგრამ ჩემგან ახლა გამოვიძახოთ ახლა კაცო. პრომოკოდების აქცია 1 სექტემბრამდე. გადმოწერე მიდი შენ ორი ნაბიჯის აპლიკაცია და დარეგისტრირდი. მალე წავალთ. მან თუ იჯდები ვერსად ვერ წავალთ ჩვენ. აჰა, დაურეგისტრირდი. მომეცი ტელეფონი. მაჩვენე. ესე იგი გაკეთეთ მინიმუმ 50 ლარის შეკვეთას. მერე ჩაწერე პრომოკოდი სანდრო G, პატარა ინგლისური ასოებით და ფას 10 ლარიც მოაკლდება და უფასოდაც მოიტანე. აუ, რა მაგარია, სანამწაოდ კი მოეცრება მოტანაც. დავუმატოთ მაშინ 2-ო. აუ, ინგე გამახსენებ ზებიბოს რომელი უყვართ ციციბურა თუ ბრინჯი? ციციბურა, გოგო. ციციბურა. ერთი შეკვრა. აუ, წინა თუ შემძებო მასილარი ჩამირიცხა. 2 შეკვრა. ომარიკო, შენი შორტები ჩაალაგე აქ. რა ვერ გამოყვედი, ბიჭო? ტუალეტის კაღალდაც თუ არ გამოიძახებ, თუ ვერ გამოვა. აი, მე მიშველებ დაამატ ტუალეტის კაღალდი. მახო დამხა. ხო, დედა. კაცო, არ დამვიწყებია მეთქი არაფერი, მომაკ. კაი. აი, მიშველი ანასტასია, შავი ქლიავიშვილი დაამატა შეკვეთაში. ბავშვებო, ვინ იხუჭება? კვანცა იხუჭება. კვანცა დაიხუჭე და 50-მდე დაითვალე ნელა. მე არავინ გამომყვეს. ლიზი, წამ კორპუსის სახურავზე ავიდეთ. არა, ხო გახსოვს კორპუსის თავმჯდომარე ომარიკოს დედა და მან თუ ავიდეთ სკანდალი ატყდება. უძახლის ბუნაგია ქონ. გაჩომდი ძაღლო. ომარიკო რას გაიქცა და გარაჟების უკან. ნაგლი არავის არ ანახებს თავის დასამალ ადგილს. ეგრე შენ სხვა განახებდი თურმე სარდაფში რა იმალებოდი და ერთხელ კარები რო ჩაგიკეთა 3 საათი სირისტში გაატარე. იქით აიმალე. გავიხილე. აუ, საწავით. სახში შესვლებს არ ვართ. უკეთი იქით. აუ, ვეღარ ჩამო. მიშველეთ. აუ, ომარიკო უეჭველი აიღებს ერთგულას, ისა იმალება ხოლმე და ჩვენ აქ უეჭველი გვიპოვის. ვასო დაგინახე, გამოდი. ფუშენი. ლიზი შენც მათხარ, გამოდი. ცოტნე დამჭა საპაუნელი და ომარიკო. ცოტნე აღარ მოძებნო, აზრი არ აქვს. ხეზე ავიდა დედამის მაშინ ათრია სახში, პირდაპირ ტოტიდან. ეგენი ხო პირველ სართულზე ცხოვრობენ. აუ, გადი იქით, მიშველეთ. ინგა რატომ მირეკაო? ანასტასია ეს მოიტანეს, გოგო, რო გამოიძახე საჭმელები ექსტრა მითიდან. და საბურთალოდან მოიტანა კურიერმა. ხო, ნახერეებია უყურე. აი, რაღაცა ცივი სასმელია, მწვანე. ეგეთია კიდე ვარდისფერი. ეს ფრი. ეს მე არ გამომიძახეთ? შენ ხო თქვი არ მინდაო. ახლა კარგი სუნი აქვს და მომინდა. რა? დიებიდებს რომ მაჩვენე. გეტყვი. ტეხასური. ტეხასური თუა ჩემია ეგ. ჩავაბრუნო ესა? კი, ჩადე ყველაფერი უკან. კაი. ბავშვის რომელია რომ შეუნახო? დედა ეს რამ ხელა ის არის? ბურგერ. ხო, იგარი ომარიკოსი. დედა, ნახე რამ ხელა ბურგერია. ამას ვეღა ვერ შეჭამს ბავშვი მარტო და. შეჭამს ხო იცი ზამხელა კუჭი აქვს. ნუ მეგულობ შენ. ხო. ეს არის კიდე, ნახე. აი, რაღაცა სენდვიჩი არის. ნახე. იგა ჩიკოსი. ექსტრა მითი. აწერია მაგას. აწერია. Tasty hot. Tasty hot. ხო, tasty. ხო და მამ ბიჭს წკითხე რომ ხო არ გაცივდებოდა მეთქი და არა ქალბატონო, უცბად მოვიტანეო, ეგენი იქ არიან. რა ქვია, სითიმოლის წინ, საბურთალოს ზუსტად სითიმოლის წინ ვარ თუ ასე მითხრა. ხო და ეხა ეს გავხსენი მე. ხო, ამას დავლევ ცოტას. რა გავხსენი იქ? ძალიან მესიამი. იქ ჩიკოსია, რა პასუხი გავცე? უჩინელი კადია. ზამთროს ეს არის. ძალიან კაია და მეც არაფერს აღარ შევჭამახლავ, არ მივეკარები თქვენია და გამითიშე ერთი ცხიმიანი მაქვს ხელი. შენ აი ათუჩი სახში ვარ მე. შეიტანე გემი შემოთახ, შენ დაალაგე. აი, მალე მოდით რა. აი. ინგ რა საკეთებ? ჩიკო სენდვიჩია, გაგიჟდი სულ? არ გაგიჟე. აუ, პროსტა შენი ნდობა არ შეიძლება.
დე, ხვალ გეწყებათ ფეხბურთიო მასწავლებელმა, ახალ ბავშვებს იღებენ კიდევ. მიიღებენ ომარიკო, აბა რა იქნება, ამ ხელა სტადიონი აიღეს, კაცო. სულ დავათვალიერე ყველაფერი, ხო იცი. განათებები ახალი, ბადეები ახალი, ბალახი ახალი, კარგად გაუკეთებიათ. უკაცრავად ახლები ხართ თქვენს, ახალი ოყური მოვკარი, პირველად მოვიყვანე მეც ბავშვი და უნდა ჩავწერო. ჩვენ ერთი წელია დავდივართ უკვე, ხო? თქვენს დადიხართ ფეხბურთზე? არა კაცო, რამე დავდივარ, ბავშვი დამყავს. არა, დავდივართ რომ თქვით, ეგ გრამატიკულად არასწორია, მე ფილოლოგი გახლავართ. გასაგებია. აი აქ უნდა ჩაწეროთ, ეს არის მწვრთნელი, ბავშვი, მიიყვანეთ. გმადლობთ. ომარიკო, მოდი აქ. ამ ბავშვთან არის მეგობრად, თორე გამოგიყვანეთ და ფეხბურთიდან. გიო, მოდი აბადადექი კარებში, პენლებს დაგირწყავ. გიორგი მასწავლებელო, ერთი წუთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ჩვენ ზბორებზე როდის წავალთ? რა ზბორებზე ქალბატონო, ჯერ ვარჯიშები არ დაგვიწყია ნორმალურად და ეგ ადრეა ჯერ. ნუ ხა ზოგადად ადრე არასოდეს არ არის ჩემო კარგო, მაგრამ ნუ კაი. ინგა შეცაგარ, ვაიმე საზონაში დაგავს გოგო ბავშვი, ვერც არ მოვიდგენდი. ვაიმე ლელა აქ ხარ შენ, გოგო საზონაში დამყავს მეც ბავშვი და ეხლა აქ რო გახსნეს ეს ფილიალი გლდანში გადმოვწერე აქეთ ბავშვი. ხო, მეც რო წავიკითხე რომ გლდანის მანეჟის უკან იქნებაო ესე. ისე გამიხარდა რომ ეს ხო ჩვენი კორპუსია. ხო, ჩვენ საქმე არ ვართ გოგო 10 წუთში. შვილო, ომარიკოს აწავიდა. ეგენი შაურმებზე წავიდნენ. რა შაურმებზე წავიდნენ, კაცო? ვერ არის ეგ ბავშვი რა. ომარიკო, საწახვედი ვერ გავიგე შენ. დე, ბიჭები წამოვედით შაურმაზე. მე ფული საიდან მქონდა ვერ გავიგე. შენი ბარათი მე მიდევს ტელეფონის კეიშში. მოხვალ შენ საჭი. წავედი ლელა უნდა გავიქცე. უცი ახლა ნორლარიანი ჩამივიდა ლიფტის შახტაში. ლამის მიც გავყევი ისე და მენანა. რა იყო მიმოქცე მაგორლარიანს? ეგ თუ ძირფასი იყო შენთვის? არა, უბრალოდ ყულაბაში მინე ჩამეგდე, მე ხო ფულს ვაგროვებ კურსის სპენებისთვის, ცოტა გამაკლია. გოგო, ყულაბა რა როგორ არ გახსოვს? იმ დღეს რო ვიყავით ამასთან და გოჩის ყულაბა რა ქონდა? რამდენია ჩხაკუნა ეგეც გემახსოვრება. თუ გაიგეთ ეგ ჩხაკუნი გეთქვა თავის დროზე, ან ჩაგეგდოთ ლარიანები და გავჭერდებოდი. მოიცა რომელი კურსის სპენებია ეგ? გველიცოიდან უნდა გამოუწირო რო თქვი? ხო, ეგა. შენთვის მაგარი ამბავი მაქვს. CTP-ის კრიპტოსაფული შეგიძლია გახსნა პირველ 2 ან 3 ოქტომბერს რა და მიიღებ 10 ცალ USDT-ს, ანუ $10. მე დამატებ შენსაც, შენ ფულსაც და იშოპინგებ ველისტორზე. თვითონ მაგ კრიპტოსაფულით შეგიძლია რომ იშოპინგო. ძალიან გაიგო, ეხლა რაც აუხსნი. რა ტერმინებით ელაპარაკები, ხო იცი რა ჭედავს ინგლისურში. ამას ამბობს ის, ვინც გუშინ past continuous-ი ვერ გაიხსენა ლექციაზე. მაგიტომ მიიღე 1 ქულა. ომარიკო მიყვავს ინგლისურზე, თუ კიდე ჩაგწერთ მაგათ ჯგუფში. რედროს ინგლისურია, მე მგონი გავიგე ყველაფერი. ესე იგი გახსნი CTP-ის კრიპტოსაფულეს და იშოპინგებ. $10 კი წამეხმარებოდა. გაგიგია ყველაფერი. ძალიან კაი. ოქროაშვილს თუ აქ ნეტა გახსნილი. მე რა ვიცი, ოქროაშვილი რაში გაინტერესებს? ეს ზიარა ხარ. ბოლო ერთი თვე მეჯიბრება ტიპის თორებში. მოიცა გულზე უნდა გავხედქო ეხლა ერთი წუთი. ნახებ ხოსერ დავწერე ყველაფერი. სკრიპტო არა თეკლა, კრიპტო. კაი ჩავესწორებ. დე, ინგლისური მიჭირს სკოლაში. ეხლა რთულ რაღაცეებზე გადავედით და ვერ ვიგებ კარგად. მე ვაგერ არ არის შენი და ინგლისური სპეციალისტი ვარო, თავი რომ მოაქვს. როდის თქვი ინგლისური სპეციალისტი ვარ, მეთქი რო აბუქებ ეხლა. თან მე ომარიკოს დაჯილდოების ნერვები ნამდვილად არ მაქვს რა. თუ არ გინდა რომ წივილი გადიდოს ყოველ დღეს ახლიდან და დაგლეჯილი ფუსტების რაოდენობა გაიზარდოს იატაკზე. და რა გავაკეთო აბა მე ხა მე ინგლისური არ ვიცი და შემდროს გერმანული ისწავლებოდა. კი მახსოვს ახლა რაღაცები. სვანციში და ისინი როგორ არ მახსოვს, მაგრამ ესე იგი საფიქრალს არ მილებთ რა. გათენდა ახალი და ახალი საფიქრალი. მე რა თუნდა მაგას მაგდენი ფიქრი. მივიყვანოთ რამე კარგ ცენტრში და ასწავლიან. მაგალითად ენების ლაბში. ძალიან მაგარი კადრები ყავთ მანდ. ინგლისურენოვანი მასწავლებლებიც კიდე. ხო, მივიყვანთ ახლა თუ ესეთი დაუძლეველი სიტუაცია იქნება, მაგრამ იქნება ეს აბუქებს ახლა. მიდი აბა კითხე რაღაცა გადაათარგმნინე. რავი, მე ვიხეხავ კბილებს ყოველ დღე როგორაა? Colgate. არ ვიცი. როგორც ექიმები იტყვიან, სასწრაფოდ დასაწვენია. კაი დღეს მივწერე ენების ლაბს და გავარკვევ პირობებს. ხო, რა ვქნათ კაცო, მივიყვან და ისწავლის ახლა. შენ კიდე რა იყო რანაირად ჩამორჩი ესე? რას გეუბნება მასწავლებელი? რამდენი ხმა ამოვიღე იმდენი ომაიგაც ძახის. წავალ მე ოთახში. ეგთას მე შეიგარი, გაიგე? გამოსტარებული როდად ის რა. ენების ლაბში რომ მივიყვან, იქ დაადგნენ რადონეზე იცის. შენ ჯგუფში დასვავენ მე. ნეტა ელემენტარულიც არ იცის. Oh shit. ვა, ელემენტარული ცოდნია.
დი, აჩვენებში ხმავის მიეცი, აი დღეს ყველა მაგაზე ლაპარაკობდა სკოლაში. ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს. რაში გაინტერესებს? არაფერი დაჩვენა მითხრა, რომ დედაჩემი ვისკენაც იყო იმან გაიმარჯვა. ეგ არ ვიცი, მაგრამ რეზოს რომ მისცა ფაქტია. გამარჯობა ქეთნოდეიტა, ეს რაღაც ლოხუმი გამომატანა დედამ დაჩვენასთან უყვარსო და უი, რეზოძია მართლა გაიმარჯვა? მადლობა, მედიკო, რაზე მეკითხები? დედაჩემს ვკითხე აჩვენებში ხმავის მიეცი მეთქი და ჩემი არ ვიცი, მაგრამ ქეთნოდეიტამ რეზოძიას მისცავა. ხო და რენახავთ მიულოცეთ. კარგი კაცია. მივულოცავ კი. მივულოცავ. ისე გამოვწერდები ხოლმე ამ ბოლო დროს, რა ვიცი, გამომეპიტა მე მგონი ტვინი უკვე და ეგ. კაი, შეძი გოგო რა დრო შენი პიტვა. სულ გაგიჟდა ეს და შენი ანასტასია. თავში შეწყლებს ხა თუ რასაც ყოფს და უნდა გაგათახსოვს ყველაფერი ძალიან. უიკვრიზე როდის ვერ მეჩაწერილი. კბილზე? და აღარ მახსოვს. აი ხო ვამბობ გოგო, აი არ ვიცი უჯრედი კუდება თუ რა ხდება, აღარ ვიცი. სულ დამეკარგა მეხსიერება რა. მომაწოდე მანდლია გეხოცები შენ უკანი ბლოკნოტი როდევს. ხო, მაგაში ვიწერ ხოლმე გოგო, თუ სადმე ვარ წასასვლელ წამოსასვლელი. უი და კაი მოფიქრება ეს. მეც კი გადამწოჯინდება ხოლმე რაღაცები და უნდა ჩამოვწერო. მარიკო, მოხვედი? გეუბნები გოგო გამოგჭერჭეტი სულ. კბილზე ხარ შენ ჩაწერილი 4 შაბათს 3-ზე. ხო. ეს კვირას ნათლობა რატომ იწერია? და ვის ნათლობაში მივდი? ფაინი მე თვითონ ვარ აქ ნათლია. დედა, ვიზას ბიჭის. ბიჭი შეეძინა გოგო მეხლა. ხო 51 წლის არის ისა სიბერეში შეეძინა. პაშაყირებდი სადაც შეგეძინა მეთქი შვილი, ბიძინა არ დაარქვამთ. ხო. რადგან მე და ეს მამუკა დაარქვეს. ხო 9 თვის თავზე დაიბადა ზუსტად და მაგითო. მოვედი, მაგრამ შენ რატო არ მოხვედი სკოლაში კრება რო იყო დღეს? ფაინე როგორ დამავიწყდა დღეს იყო კაცო ეკრება. ვა ბლოკნოტში არ გიწერია ინგა? თუ ეგეს და გავიწყო მან დროუნე ჩაგეწერა. დღეს იყო და დამრიგებელმა მითხრა რომ უპასუხისმგებლო ხარ და შენი მშობლისგანაც უპასუხისმგებლობაა და მეტი არაფერიო. ეხლა ნამეტანი მოსდის მაგას. დაურეკავ ხო დაველაპარაკებ მე სად არის ჩემი ტელეფონი. ინგა მეც გავალ ეხლა საჯელს გავაკეთებ გვანცამ შეიძლება გამოიაროს და დავახვედრო ბავშვს რამე. კაილია შემოგივლი საღამოს. კაი გადავრეკო ერთი მეც. თავისთან დრეკავდი. უკვე კაი ფინჯო კაფეში გამოვედით. ყავა მინდოდა ძალიან. საკიში თითხი მაგ დღეს. მოიცა რა მოზე უნდა იყო იქ ხარ გაგვიანდება. არა 15 წუთში მივალ იქამდე რა უნდა. აუ ხერფასამდე მაგ ძალიან მაგარი კრიზისი. ეხლა ის როლერის დამინანა ამ ყავაში რო გადავიხადე. აუ გახსოვს ესპანეთში ევრონახევარი რა ღირდა ხოლმე ყავა. და ჩემს თხემდი არ ჯერა ეგეთი ფასები იყო. აუ თეკლას დაურეკე რა სად არის აქამდე. დეიცა. Hello. რა hello სათხარ ვეღარ მოხვედი? მოვედი. პრეშვებით. თუ აქ იყავი რაღაცა მიპასუხე ტელეფონზე. თქულა დამახარჯინე 20 თეთრი. რა იყო კათერძისი გაკ? ანუ აი ფინესურად რა უჩერთ ხოლმე. კრიზისია ეგ. აუ ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ მეორე სამსახურიც ვიშოვო. მაგრამ მე ბოლო მომიღება. ხო აქ ძალიან ძვირია საერთოდ ყველაფერი. აუ გახსოვთ ესპანეთში ევრონახევარი რა გეტა ხოლმე ყავა? ხო ძალიან მაგარი იყო ესპანეთში. აუ ცხამა ის არის ევროპის დღე, ექსპო ჯორჯიაში. ხო და წავიდეთ რა რაღაც ღონისძიებები იქნება და კონცერტი კიდე. თან ხო იციან ძალიან მაგარი ხალხი იჭდება ხოლმე ყოველთვის. წავიდეთ კი მემცალია. შაშანა ძალიან მაგარი იყო მან. მაშინ მივხვდი გოგოებო რამდენი აქვს თურმე გაკეთებული ევროკავშირ საქართველოსთვის. ეხლა კიდე კონცერტი თუ იქნება ძალიან კაია. აუ თიკო, შენ თითქმის შეყარებული თაზეთ წამოიყვანი არ გინდა? აუ შენ კიდე რაღაცა ხაროფულებ მაგას აღარ არის მაგაში ყავა დაიცალა. მიხედავ პირველ არის მაგ გადახდილი. სანამ ბოლოყინული არ გაუდნება კიდენ წამსვლელი არა ვარ მე. ლანა წაშლა მინდა. იქ წუთი ქალბატონო. ლანა ეს მაკარონი წამიშალე რა. ეს რატო წაშლებინა ახლა ეს მაკარონი. დედა ეს არ ყოფილა ბიჭო სააქციო. მეორე აიღე მეორე აქციაში. ორი შეკვრა, მიდი. და ეს ჩემიანი ისრვა ქულებზეა და ვიყიდოთ ტკბილეული. აბა რომელი მაჩვენი? რამდენ ქულაზეა ეს 200. აიღე ხო ერთი ცალი მიდი, რაღაცა 700 ქულა მაქვს და მეყოფა ყველაფერზე. დედა ეს კარაკიც ქულებზეა, მაჩვენე. ხო გიყვართ ეს კარაკი თქვენ? ეკი და ადრე რომ მქონდა ხოლმე, იმას რო პურზე მისვამდი, ფანჯრი დამყრიდი. ძაღლები ჭამდნენ მე. მახსოვს ხო რომ გამოგიჭირებ, ლამი შენ დავიბაჭარ მე იმ ძაღლებს.
მომისმინე, აქ რომელია ის სოსისი თქვენ რო გიყვართ, კაცუნა? ხო, ამათაც ავიღებთ მაშინ, გადავცვლი 150 ქულაში წვიდას. აუ, პარკი იყიდე რა სალაროსთან, თორე მე წინასავით კარაქ ჯიბეში ახარ ჩავიდებ. გაყინული იყო და როდინებოდა წვეთავდა შარვალში. ესე იგი ყველაფერზე წუწუნი გაგონილა, წადი მიდი სალაროსთან. ესენი ყველაფერი თქვენია. კი ბატონო. ეს ქულებზია გავატარო, ჩამოვაჭრა. კარგით. 450 ქულა იქნება ეს ჩამოგეჭრებათ. 217 გრჩებათ კიდევ. ეხა კიდე დაემატება. პარკი გნებათ? არ მინდა იყოს ხელით წავიღებ. აიღე პარკი. გავიგონე. და მე ბურჭულაძემ გააკუა გაკვეთილზე. მასწავლებელმა ისეთი საშინელი სუნი დადგა, იძულებული ვარ საგაკვეთილო პროცესი შევწყვიტო და გაგვიცდა მე ბოლო გაკვეთილი. მაინც და მაინც მაშინ რატო წდება გაკვეთილი მე რო ვაცდენ სკოლას. ვერ გამოუკეთდი ჯერ. ხო, ცუდია. ლელა დეიდა არ მოდის დღეს? ბიჭო, შენთვის ხალია ლელა, სუსშია დაბარებული. სად? სუსში, კაცო, ლელა უკეთებდა იმ მოწამლულ ხალხს. სიცხეს ანალიზებს იმ დღეს, თაობაც იწყები და რაღა მევიყავი მაგ დღეს მორიგეო. შულების ელაპარაკები. რვასოა. მე მეგონა რომ მოდიოდა დღეს და იმ ნამცხვარს მოიწანდა. ომარიკო დამელოდე 2 წუთი წამალს დავლევ და მოვა. აუ, დედა დედას გარეშე რო ვიყიდოთ ამ ერთხელის ნამცხვარი. სად მაგ ბიჭო მაგის ფული გადასახადები გადავიხადე. აუ, ძალიან მინდა. არ მაგ მეთქი ახლა ნამცხვრის ფული. უყურე როგორ მაგვირებს. მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობდი. ამ ერთხელ ვიყიდოთ რა. ეხლა უკვე ნერვებზე მოკმედებ. არ მაგ მეთქი ფული და ვიყიდე. აუ, შენ სუეგრე ვიწყვები რომ არ მაგ ფულიო. უყურეთ ახლა ეს ამას წლიკიდებს. შენ ეხლა შენ და ხმარ გავიგონო შენი. დეგენერატი ეს. ომარიკო. უი, ბასო შვილო, როგორ ახარ? გაგი არა სურდო? გუშინ თეკლემ ცეზარი გააკეთა. და ისეთი საშინელება გამოვიდა, რომ ზღული აგვერია ყველას რო გავსინჯვეთ. დედამის სახელთან აგდებდა. რა იყო რა გააკეთა ეგეთი? არა, ქალს მაგივარგოდეს ხელი და უნდა შეგეძოს რაღაცა ერთი ხერი კერძის გაკეთება რა. ნამდვილად, შენი მაწვნისობით საოცრება იყო ბოლოს რო გააკეთე. მთლიანი ქვაბით რო გადააქციე. ახლა დამაკლდა მაგაზე რაღაცა. და საწავიდა კაცო ეს ბავშვი. მაღაზიაში გავაგზავნე თუ ჯარში რა უბედურებაა კაცო. მოვედი. ჩემთვის ვიყიდე მარტინის მსესუმზირა და ვარ გამიბრაზდი. რა უნდა გაგიბრაზდე კაცო, დამიყარე მოდი ცოტა რა. მომეცი. დედა რა ეს შეგნით. აი რა მეშმაკის ნიშანი არის ყოს. კი ეშოკმა ძალიან ბევრი ფიქრას და დაესვა თავისი ნიშანი და ბოლოს მსესუმზირის შეყრაზე შეჯერდა. მაიჭდება რა არის. QR კოდია და იცება დავასკალებდეთ ნახოთ რა არის. აუ რა სამართვი, ჩემთვის ვიყიდე. გათამაშებაო მითხრეს მაღაზიაში. მართლა გათამაშება ქონიათ. მარტინის აპლიკაცია უნდა გადმოწერო. გაიარო მარტივი რეგისტრაცია და მე QR კოდები დაასკანერო ხოლმე შეკვრის შეგნით. კარგი ოღონდაც რაღაცა მაიმუნობა იქნება. რა მაიმუნობა მანქანაა პირველი პრიზი. PlayStation-ი iPhone 16 ხადაო. გეუბნები მაიმუნობა იქნება. ინგროშუ. არაფერს რა ვიცი. ზესუნძირა რენერეტრიკავს. ჩემი ფეხსაცმელები მოიტანეს. აუ, ეხლავე უნდა გავხსნი. რა გაგაფრთხილე მე შენ უნახავივით, ნუ იქცევი მეთქი. რას მიეჭვიე მაგას? უნახავობა გუშინ უნდა გინახა, მაღაზიაში რა დღეში ჩავარ და სნიკერსი მიყიდიო, მე ვიღაცაც მოუყიდა. ბოლოს რა გამოდიოდი გავიგონი ამბობდა, როგორ მომრავლდნენ გაჭირვებულებიო. გახსენი ახლა. ფოფსარედან გამოგიწერე, ხო იცი? საახალწლო ბაზაკლებები აქვს მაგ გოგოს უკვე. ვარა მაგარია. ასეთები არავის არ გონია. ვასო რა მოვანახებ. ვასო დამიპატიჟე. ესე იგი ვერ გადაეჭვიეს ბავშვების ამოყვანას აქ. გუშინ წინდელეს არ იყოს, კაცო, 4 ბავშვი რა მომიყვანა, მიმტანივით დამქონდა სამზაროდო დამისოთახამდე ნაირ-ნაირი საჭმელები რა. იმიტომ გდია კალიდოში კომბოსტოს მწნილი, მეთქი აქ საიდან გაჩნდა. გავარჯობა ინგადეიდა. მანახე აბა ახალი ფეხსაცმელი. შეხედე რა მაგარია, იმენაც სვეტშია. საიდან გამოწერეთე? იმენას მოგცემ მე შენ. ფოფსარეადან. უერთი მივწერო მაგოგოს მომწერე როგორი კმაყოფილი იქნება ბავშვიო, დაიც. ხო, ძალიან მაგარია. ვასო სვეტშია ესეთი სტილი. სიტყვებს დაიჩვია პროსტა. თავისუფლება ისე არ მოდის. აუ, ეს სიმღერა მიკვეთა დილიდან.
რა არის მე მაგაში ცუდი კაცო, ქართული სიმღერა. აბა ის იყო მამა ფლექსიო თუ რას მღეროდა ბავშვი ერთი კვირა. რა გინდა მე რიგიც ქართული სიმღერა? აუ ხო იცი მაგაზე იღებდა ჩემი კლასელი ვიდეოს ქუჩაში. წეკვავდა და მანქანამ დაარტყა მაგ დროს. ეგ ვიდეო ვერ გაუვარდა, მაგრამ ვიღაცამ გადავიღო ვიდეოს საწყობს მაგით რო გადაყავთ საავადმყოფოში. მაგას უკვე 18 წელი ლაიქი. გამოწერეს უკვე ფეხი მარტო მოტეხილი. დედა რა იყო კაცო. ომარიკო. აბა თუ გაიგოს ახლა. ომარიკო. აუ რა გინდა? რა გინდას მოგწე მე შენ? წესიერი პასუხები იწოდე გაგაფრთხილე მე შენ. ის საქართველოს დროშა რომ აქ მომიძებნეს აწავიღე. რომელი დიდი? ხო, ზურგზე რომ აქ ხომ შემოხვეული კაცო. თუ ისეთი კაია ქარიკი აღარ მიბერავს ხო. აუ ეგ დროშა დაკეცილი კიდო სადღაც, მაგრამ აღარ მახსოვს საათ. აუ 28-ში აქცია, ხო ვეჭოლენ წამოვიდე მანდ. პარასკევია და შაბათსაც ვისვენებ, ძალიან კაი. აუ ერთი წელი გავიდა უკვე ღადაო. საბოლოო ხალხს. აბაგჯერა, გამოვამერე ვიღაცა და იტყვის რომ მე ვარ ერის მამაო. დაუკვირდი ვინც ამბობს სუღალა და ყველა არის დღეს ჩარეცხილი. ხო, ის იყო ხაზარაძე იყო და რა ვიცი როდის ნახე ბოლოს ტელევიზიაში პროცენტის ნიშანს გავდა. ის ხარია და სად არის გაქცეული ტოლვილად. მაგაზე ამბობდნენ ისე რომ რავი მოხუცულისო გერმანიაში და რა თუ აიხაებდნენ დამართალი. და სააკაშვილი ის გამოჩაირიცხა ტოქსიკურ ყოფილს რო გავს. ყურადღება რომ აკლდება მარტო მაშინ ახსენდები. საქართველოს ჭირდება ახალი დემოკრატიული პროცესები და ახალი დემოკრატიული ძალები. და ეგეთებს ხედავ უკვე ამ ბოლო ძალიან გამოიკვეთენ და ძალიან მიხარია ეგ. 28 საქციაც არის მაგ დემოკრატიული პარტიების ზუსტად. ხო და წავალ და დავდგები კაცო, მე პოლიტიკოსების გვერდზე დგომა კი არ მეთაკილება, ვერ გავიგებ. რო ამბობდნენ სად არის ახალი ძალები, გამოჩნდა აგერ ახალი ძალები, გამოდია დაუდექი გვერდზე. დე ვიპოვე ეს დროშა, მაგით გადასაფარებლებთან ერთად კიდო. ვაიმე, მაგათ ერთად გავაუთოვე იმ დღეს და მან ჩამედია, მომიტანე დამინდია აქ. აი ნახე როგორ არის გაუთოვებული. ბავშვებო, შემოდით კლასში, განცხადება უნდა გავაკეთო. სიწყნარე იყოს. ბავშვებო, დასხედით, მასწავლებელმა რაღაც უნდა განაცხადოს. ის რო არ დამემოწმოს არ შეიძლება. და ჯიქიმანდ მოკლედ, ოლიმპიადასთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო განცხადება. მას ჭიდაობის ოლიმპიადა? მე დავდივარ ჭიდაობაზე. ჭიდაობის მასწავლებელი ვარ ბიჭო მე? ოგა ჭიდაობებით ხომ მას. უყური ახლა ამას. მოკლედ, STEM ოლიმპიადა ტარდება. ვისაც გაინტერესებს ფიზიკა და მათემატიკა, კომაროვის და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი არის. ირჩევა სკოლის გუნდი, იკვრება, ესე იგი, მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით. სავალდებულო აღარ წასვლა? სავალდებულო არა. არც ხუში დიდი კრიტინია სავალდებულო. ესე იგი, აიკვრება სკოლის გუნდი და დარეგისტრირდება სკოლის სახელით ამ ოლიმპიადაზე. აქვს ვინმე სამ კლასიდან სურვილი? მე მაგ მას. მარიკოში არ გამოდგები შვილო. დიდაშენს არ უთხრა ახლა. მე მინდა მას. ამას ყველგან უნდა. კაი, შენ იქნები ამ კლასიდან. ოღონდ მე სხვა მასწავლებლებთან დაველაპარაკო და ერთად შევათანხმებთ ყველანი. უი ხო, 10,000 ლარს გადასცემ საქართველოს ბანკი გამარჯვებულ გუნდს, როგორც განათლების მხარდამჭერი. 10,000 ლარში რამდენიც არც მოგვივა მას. მასხარა ეს. აუ 10,000 ლარი რომ მოვიგოთ ჩვენი კლასისთვის კომპიუტერებს ვიყიდით. და მე კაუნტერს ვითამაშობდით სპორტზე.